მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან. მე ვარ კატო. და დღეს მინდა გავაკეთოთ გაშლა, რატომ მოიქცა ეს ადამიანი ისე როგორც მოიქცა. ხო? კონკრეტული ადამიანი რაღაცა სიტუაციაში მოიქცა ისე, რომ თქვენ გაგიკვირდათ, ხო? რატომ მოიქცა, დასვით ეს კითხვა და ამაზე გჭირდებათ, ისე ვთქვათ, პასუხი. რომელი პასუხიც მისგან ვერ მიიღეთ. და მოდით ნახოთ. ჯერ რა სიტუაცია და მე ნახოთ რამ აიძულა მოქცეულიყო ისე როგორც მოიქცა. რა სიტუაცია აქ შესაძლებელია იყოს სამკუთხედის სიტუაცია, რაღაცა ემოციური მდგომარეობა იყო თქვენს შორის, შეიძლება ითქვას საიდუმლო ურთიერთობა ჰქონდათ, შეიძლება ითქვას რომ ხო აქ სამკუთხედის სიტუაცია ყოფილიყო, რომელიც ადრე თუ გვიან ყოველთვის იხსნება, ხო? ანუ საიდუმლო სამკუთხედის სიტუაცია რა მხრივ ვიცით, შესაძლებელია აქ მაინდა-მაინც პარტნიორულ კუთხით არ განვიხილოთ, ხო, რაღაც ისეთი მომენტი ხო, შესაძლებელია მაინდა-მაინც ან ქალბატონი ან მამაკაცი არ არსებობდა, მაგრამ იყო თქვა დეიდა, მამიდა, რა ვიცი, ანუ ძალიან ბევრი კეთილი სურვილები ყავს ხოლმე ზოგადად ურთიერთობებში, როდესაც არიან ადამიანები, ხო? აქ დამძიმდა სიტუაცია, რაღაცა ისე ვეღარ წავიდა, ხო, ისე ვეღარ გადალაგდა, რომ აი ეს სიტუაცია რაღაცა ან ფორმა მიცემოდა, ან რაღაცა გახსნილიყო, ხო, ურთიერთობა. რა მოხდა? გადაწყვეტილება მიიღო ადამიანმა, რომ უბრალოდ გასულიყო ურთიერთობიდან. აქ მოხდა ისე, რომ ვერ გაიგეთ, რატომ მიიღო გადაწყვეტილება, ანუ რა ხდებოდა, ხო? შეიძლება აქ რაღაც მომენტში ვიღაცა მიფიქრა, რომ აქ ვიღაც სხვა პარტნიორიც არსებობს, ან რაღაცა ისეთი მომენტი არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სიტუაციურად აქ იყო მდგომარეობა, როდესაც ხო, მაინც სამკუთხედის სიტუაციაზე მივდივარ სამწუხაროდ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სამკუთხედის სიტუაცია არ ნიშნავს მაინდა-მაინც პარტნიორს, რაღაცა მაინდა-მაინც ქალს ან მამაკაცს. აქ შესაძლებელია იყო ის მომენტიც, რომ ადამიანს რაღაცა ოჯახთან გამოჩენას ვერ ახერხებდა, ან მეუღებელი იყო თქვენი, ვიცი, ვიღაცას შეიძლება შვილები ყავს, ვიღაცა განათხოვარია ხო, ან რაღაცა აი მსგავსი მომენტების მდგომარეობაც შესაძლებელია ყოფილიყო. რამაც დაამძიმა სიტუაცია და ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ურთიერთობიდან გასულიყო და დაემთავრებინა. თუმცა ადამიანს ძალიან დიდი ემოციები ჰქონდა თქვენს მიმართ, ესეც შეიძლება ითქვას, მაგრამ იცით როგორი მომენტია, ეს ემოციები სიტყვის დონეზე დარჩა, ხო? ეს თუ ადამიანს ისეთი ემოცია აქვს თქვენს მიმართ, როდესაც თქვენს გარშე ცხოვრება არ შეუძლია, ის ასე თუ ისე მაინც საბოლოო ჯამში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ თქვენთან იყოს, თუ კონკრეტულად რაღაცა მართლა მეუღლე არ უზის აქვს, თუმცა ეგეც არ არის ისეთი სირთულე, ხო, თუ რაღაცა ძალიან ისეთ გზნობებზე აქ საუბარი. ყოველ შემთხვევაში ადამიანს რაღაცა ემოციები ნამდვილად ჰქონდა თქვენთან მიმართებაში და შეიძლება იყოს აი ამანაც უფრო გაგაკვირვათ, რომ ესეთი ემოციები, რომელსაც ეს ადამიანი გაძლევდათ თქვენ და რომელსაც გისახავდათ, რომელსაც გიყვებოდათ, როგორ უყვარდით, როგორ ერთადერთი იყავით, როგორ მიუხედავთ იმისა, რომ მის ცხოვრებაში ძალიან ბევრი ქალბატონი შეიძლება ყოფილიყო, ან მამაკაცი, არ ვიცი ხა, ვინ უყურებს ქალბატონი, მამაკაცი ხო, ყველამ თქვენზე გადასახედით გადახედეთ და ნუ აი ადამიანს უსახავდა, რომ აი ის ერთადერთი იყო, რომ იმის გარდა არავისთან არ ჰქონდა ესეთი სულიერი კავშირი, ემოციური კავშირი, ესეთი გახსნილობა, ხო, ის ერთადერთი აღმოჩნდა, რომელიც ნუ რაღაცა საოცრებებს ახდენდა, რომ სულ ეფიქრებოდა, რომ დღე და ღამე მასზე ჰქონდა გონება, დავიწყება უნდოდა, მაგრამ ვერ დაივიწყა და ასე შემდეგ, ხო, რაღაცა ეს მომენტები იყო აქ ურთიერთობაში. კარგით, ნახოთ აბა, რატომ მოიქცა ისე როგორც მოიქცა, ანუ რატომ გავიდა ურთიერთობიდან? ეგრე გამოდის, ხო, ადამიანი გავიდა ურთიერთობიდან.
ვნახოთ რატომ გავიდა ეს ადამიანი ურთიერთობით. აი იყო მიზეზი. რა მოითხოვეთ ესეთი? ესეთ რა არის, ნახეთ, რატომ გავიდა ეს ადამიანი ურთიერთობიდან, მე ვიტყვი ერთს, რომ თქვენ ძალიან მიზანმიმართული ადამიანი ხართ. თქვენთვის ეს სიტყვების და რაღაცა დაპირებების მდგომარეობა, არც ისე სახარბიელოა, ხო, რაღაცა, კი ბატონო, სასიამოვნოა ლამაზი სიტყვების მოსმენა, მაგრამ მოდი დამანახე საქმით, ხო. თქვენ უფრო ესე ვიტყოდი, რომ ყველანაირად უყურებდით ურთიერთობას, ძალიან ისეთი ლუპაში, ხო, რაღაც მიკროსკოპში, სადაც ყველა მის ნაკლს, ყველა მის რაღაცა ის სიტყვას კარგად იაზრებდით, სად, როგორ და რანაირად ამბობდა, ხო? რატომ მოიქცა ესა? იმიტომ რომ ჩიხში შევიდა. ნახეთ, ადამიანი შევიდა ჩიხში. იმიტომ რომ მას უნდა გადმოედგა ნაბიჯი თქვენსკენ, ან თქვენ უნდა ყოფილიყავით, აი როგორც გითხარით, აქ აშკარად ოჯახური სიტუაცია უფრო არის, ვიდრე მამაკაცი ან ქალბატონზე საუბარი, აქ ან დედის ფაქტორი, ან დის ფაქტორი, ან დეი და მამი და ბიცოლა და ასე შემდეგ მეზობელი მანია, როგორც ხდება ხოლმე ქართულ რეალობაში. თქვენ ძალიან ისეთი მიზანმიმართული, წარმატებული, იცით რა გინდათ, ცეცხლოვანი ხო, რაღაცა ქარიზმატული ადამიანი, რომელსაც იცის სად მიდის, იცის რატომ მიდის და იცის რას აკეთებს. ადამიანი შევიდა ჩიხში და ვერ შეაფასა სიტუაცია, ანუ ნახეთ, ჩიხში შევდივართ ახლა ჩემთვის მაგალითად დაკიდებული ადამიანია, არკანი ძალიან ბევრ კარგ რამეს ამბობს, არა იმას რომ აინებად ჩიხში ვართ, არამედ იმას რომ შეიძლება რაღაცა სიტუაციას თავდაყირა რომ შეხედო, ან ესე ვთქვათ, მედალს ორი მხარე აქვს, გადმოატრიალო მეორე მხრიდან, უკვე შეიძლება დაინახო ის რა უნდა გაიგო, მაგრამ ადამიანს უნდა გაეკეთებინა ნაბიჯი, ადამიანი უნდა წამოსულიყო თქვენგან იმ ოჯახიდან, სადაც ეს ადამიანი ცხოვრობდა, ხო? ანუ შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანმა ვერ დათამო ის რაც იქ ქონდა, ხო? იქ შეიძლება თქვათ, ქონდა დიდება, ქონდა წარმატება, ნუ იმიტომ რომ ყველა დედასთვის და ყველა დისთვის ძმა თუ და თუ როგორც არის, ძალიან ისეთი მნიშვნელოვანია, ხო, რაღაცა უფრო ჩემ შვილს უკეთესი ეკუთვნოდას მომენტიც რო ვთქვათ. თუმცა მე ესე ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი მართლა გხედავდა თქვენ მის წყვილად, თლათ მისი სიტყვები მარტო ეს სიტყვები არ იყო, მაგრამ რატომ მოიქცა? იმიტომ რომ იმდენად ისიც პრინციპების მდგომარეობაში დადგა, ხო? აქ შესაძლებელია იყოს, რომ ამ ადამიანზე манипуляტორული მდგომარეობაც იყო, რომ თქვათ, თუ თქვენთან დარჩებოდა, მას რაღაცა ქონებრივი პრობლემები შეექმნებოდა, მატერიალური პრობლემები შეექმნებოდა და აქედან გამომდინარე ადამიანმა ვერ გარისკა, ვერ შეძლო რომ წამოსულიყო, ხო, ანუ თქვა თუ ოჯახი იყო მისი საყრდენი და სტაბილურობის შემქმნელი, ხო, ამ ადამიანს თუ არ ქონდა ისეთი ზურგი ფინანსურად და რაღაცა, თქვა სახლი, კარი და სამსახური, ხო, შესაბამისად და ოჯახზე იყო დამოკიდებული, ადამიანმა ვერ გააკეთა ეს გადმო, იმიტომ რომ ვერ დათმო ის იქ რაც ქონდა, ხო, ის კეთილდღეობა დავარქვათ და დააპაუზა და გააჩერა სიტუაცია, ანუ აირჩია ოჯახური მატერიალური მდგომარეობა, სახლი, დედა, მამა და ასე შემდეგ, ხო? თუმცა მე ესე ვიტყოდი, რომ ერთის მხრივ იმდენად ხასიათებში გავდით ერთმანეთს, რომ შესაძლებელია აქ რაღაცა ცოტა პრინციპის მდგომარეობაც გამოიჩინა ამ ადამიანმა, ნუ მე რაღაცას არ გავაკეთებ. ძალიან ისეთი ბავშვური მიდგომა შეიძლება თქვენზე პატარაც არის და აი ცოტა რაღაც მომენტში ნახეთ ტყუილების მდგომარეობაც იყო აქ და რატო იცით ნახეთ რას ვიცახი ქონდა თქვენს მიმართ ემოცია თლათ ესე არ იყო, მაგრამ აი იმას რო გაჩვენებდათ რომ ის წარმოადგენდა ისეთ სიტუაციას, რომ მასზე იყო დამოკიდებული ყველაფერი და ძალიან პატივსცემდნენ და მის ნებას ვერავინ წავიდოდა წინ, სამწუხაროდ ეგრე არ ყოფილა და სამწუხაროდ მან აირჩია ოჯახი და თქვენი ურთიერთობიდან გავიდა. მოკლედ ესეთი გამოვიდა ეს გასვლა. არც ვისთვის რეზონირდება, ალბათ დაწერთ.